Jura, გამარჯობა. ესე იგი, პირველ რიგში მინდა კითხო, ერთი მინდა თქვა მოგმართოთ თქვენ პროკურატურას, რომელსაც არ ცნობ და სასამართლოს, რომელსაც არ ცნობ, მაგრამ ვიყენებ ამ საზოგადოებასთან მისამართად. აი ეს აქ გამოისმინეს ისეთი რომ აი ამ თუნდა ჩვენებაში რომ მე ამის უკავია ვიცი. აი რამეში კონკრეტულად დამადანაშაული ეს. ხო დღესავით ნათელია რომ ეს არის დღესავით ნათელია რომ ეს არის თავიდან ბოლომდე ფარცხალად მიერ დაწერილი შეფეთილი გრაფი. ზურაბი ამბობს რომ ჩემი კომპეტენცია იყო საგანგებო მომავლის გამოცხადება და მე გავანთმოუცხადე ვადასტურებ ამას. არ ვადასტურებ იმას რომ ჯარი ქუჩაში იყო გამოყვანილი წესრიგით აღსადგენად, იმიტომ რომ თითი არ გაუძლევია ჯარს და არავის არ შეხებია და არც არ წასულა, ეს არის სიცრუე. ჯარი იყო გამოყვანილი იმისათვის, დაგვენახებია მტრისთვის, უცხოელებისთვის, რუსეთისთვის, რომ საქართველოს ცოცხალია და საქართველოს აქვს უნარი თავის დაიჭეროს. მათ შორის ერთი მუძელი რომელსაც რომელსაც შეეხო ჯარს. ერთი მათი. და რა თქვენია რომ ეს ბრალსახელით, ესეთი. მეორე. მე ვიდრე გითხო ზურა. პატარკაჩი როცა ვაფა. იცოდი თუ არა რომ პატარკაჩი იყო ჭიროდ დაკავშირებული რუსეთთან. პატარკაჩი ჭიროდ იყო დაკავშირებული რუსეთთან, თქმა უნდა, პატარკა რუსეთში გახდა მილიარდერი. ამას მოხდა. გასაგებია. იმ მომენტში როცა საქართველოში იყო უკვე, იგი საქართველოს და აღარ იყო რუსეთთან ჭიროდ დაკავშირებული იყო, რუსეთთან იყო დევნი შეცვომით იგავდა. აი მოიცა. ის რა თქმა პატარკაჩილის ფული ხო იყო რუსული წარმოშობის. თავისთავად კი. აი ლუგავოი რომელიც იყო მისი დაცვის უფროსი ხო იყო FSB-ს აგრინ, FSB-ს ოფიცერი. არ ვიცი ლუგავოი. როგორ არის ლუგავოი მე ცნობილი ლუგავოი რომელიც მე მოწამლა ლიტვინენკო თბილისში იმყოფებოდა შერი პრემიეროვის დროს და იყო FSB-ს ოფიცერი პოლკოვნიკი. შეიძლება ეს მე თვითონ ვსვარი იმაზე რომ მას და FSB-ს ხოდა ძალიან ჭირო კავშირები და ლუგავოი იყო თავარი ტიპი პატარკაჩილის რომელიც იყო მისი დაცვის უფროსი. FSB-ს აგენტი იყო რატო იყო თბილისში? ხოდა მე სხვაგან კითხვა. მე რა თქმა უნდა არის თუ არა ნიშნავს რომ პატარკაჩი დაკავშირებული იყო რუსეთთან. პატარკაჩიშვილი რუსეთთან რო იყო დაკავშირებული თავიდანაც ყველა კარგად იცი. შეიქმნა თუ არა იმედი რუსული ფულით. ალბათ პატარკაჩი ალბათ აღარაფული იყო და პატარკაჩიშვილი თელეფონი რუსული წარმოშობის იყო. გასაგებია ესე იგი რუსული ფულით შეიქმნა ტელევიზია იმედი. ხო ასეა? შეიძლება არ ვიცი მე. არა როგორ მე რუსული ფულით შექმნილი ტელევიზია ოლიგარქი რუსი რომელსაც დაცვის უფროსი და მარჯვენა ხელი ყავს FSB-ს პოლკოვნიკი FSB-ს პოლკოვნიკი თუ იყო რატო არ დაიჭირდა შენი პასუხი კიდევ მეორე მე ვლაპარაკობ რა შენი ადგილი რა მე არავის არ ვიცი მე არ დავიჭერა მე არავის არ ვიცი ლუგავოი ამ საქართველოში რა მე არავის არ ვიცი ეს მეორე 4 ოქტომბრის სტატიზე მე საერთოდ არ ვიცი მაგრამ რო იცახე რომ 4 ნოემბრის და დარბევაკი და გადაწყვეტე ვინმე ზურაბის არ არის მონაწილე არა ესე იგი იცი რომ ვასილ მაღლაფერიძე გითხრა რომ იყო თათბირი და შეიძლება როგორც ფაქტყვე როგორც მონაყვის არსებობს ჩანაწერი თუ იქ იყო ჩაწერა რამე აუდიოზე ვიდეოზე არ დაუჭირდებოდა ვასილ მაღლაფერიძეს და ინტრიგას რამე ჩაწერა თუ არა სად არის ეს ჩანაწერი ხო აბა მაგრამ ადასო იძახე რომ რაღაც თათბირი იყო და მე გეკითხები თუ ვასილ მაღლაფერიძემ გითხრა აუდიო ჩანაწერი აქვს თუ არა ვასილ მაღლაფერიძე აუდიო ჩანაწერი აქვს თუ არა ვასილ მაღლაფერიძეს გარშოს ამას გასაგებია გასაგებია იცი თუ არა რომ მაშინ ვასილ მაღლაფერიძეს ჰქონდა ძალიან ცუდი ურთიერთობები ძალიან ბესქარობით წერებდა მათ შორის ჩემთან რომ ვასილ მაღლაფერიძე მუდმივად გამოხატავდა უკმაყოფილებას არსებულ სიტუაციას და ვასილ მაღლაფერიძე იყო პრაქტიკულად ოპოზიციური განწყობების ვასილ მაღლაფერიძეს კი არა შეიძლება ბევრს ჰქონდა უკვე არა ვასილ მაღლაფერიძე მე არ გეკითხები ვასილ მაღლაფერიძეს ჰქონდა თუ არა კონკრეტულად ვასილ მაღლაფერიძეს კონკრეტულად ვასილ მაღლაფერიძეს ჰქონდა ცადი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უარყოფითი შეხედულებები მაგრამ ასე ჰქონდა მრავალი დადებითი შეხედულება არა ვასილ მაღლაფერიძეს დადებითი შეხედულება მე არ მახსოვს იყო ლოქი და კონკრეტული მაგრამ ყველაფერს ლაპარაკობ კონკრეტულად შესაძლებელი იყო თუ არა რომ ვასილ მაღლაფერიძეს იმის გამო რომ არ მოწონდა სიტუაცია არ მოწონდი მე კონკრეტულად ეს ფაქტი მოიწყვეტა რატო არა როდესაც ვაში როდესაც ეს პრობლემები თქვენ ბიზნესის წინ გასულია რაში აინტერესებს ვასილ მაღლაფერიძეს კი პასუხი ისეთი კატეგორიისაა რომ
ვერ დაებრუნებით, რომ ანუ თანხმობას არა ურანოგაიტელი არა, იმიტომ ვაგენ პოლემიკში პოლემიკის რეჟიმში, ახლა პოლემიკის რეჟიმში ვარ. იმის მიხედვით, ვასილაკოვის რამდენი მოიგონა. ეს ისოა, დავასწავლოთ შეძლო, ბატონ პრეზიდენტი კითხავს, დავასწავლოთ და გავცეთოთ შეძლო, გავასწავლოთ. ოდე შემეკითხა პაზეჭა არა, კითხულობ, ვასილაკოვის პიროვნების გასახასიათებლებს. ვისი ნაკირაები იყო ის ბინა, სადაც ზურაბ ჯვანია გადაეცვალა. ვასილაკოვის. ეს ის ყველა, რა არის, რა ისა ვასილაკოვის. და უკვე იმ პერიოდის შემდეგ ჯერ ის იყო ძალიან საერთო ტიპაჟი, რომ რატო უქირავა ეს ბინა, რატო რა მოხდა ტექნიკურ გამომართვებასთან დაკავშირებით, მაგრამ მაგას დავაპარაკო, მე ვლაპარაკო იმაზე, რომ ეს იყო კაცი, რომელიც უქირავა ზურაბ ბინა და შემდეგ ჩვენი მეგობარი ზურაბ გადაიცვალა ტრაგიკულად, მაგრამ ეს არის კაცი, რომელიც იმის შემდეგ მუდმივად გამოხატავდა რაღაცებს და მუდმივად იყო სხვადასხვა მაქინაციებში და კომბინაციებში. აი ამაზეა საუბარი, ეს ერთი. მეორე, რა ქვია, რაც შეეხება რუსეთთან პანაკაჩურის კავშირს. ეს 2000 ისეთი თუ არა იმის შესახებ, რომ და ამის ინფორმაცია ჩვენ გვქონდა და მოგონ თავრობის წერილსაც გვქონდა, რომ 2007 წლის ნოემბერში მოღწერა ფედერალური გამოძიების სამსახურმა, რომ ერევანში შეიქმნა ქართველი ჯგუფები უსოიანის ხელმძღვანელობით და ისინი აპირებდნენ არეულობის ორგანიზებას თბილისში. ხო, პოლიტიკურ მომიცოდა, რა შეიძლება შეიძლება. საინტერესოა, რატომ მე არ ვიცი, მაგრამ ხო. ეს იყო ფედერალური გამოძიების ბიუროს მე მაინტერესებს საინტერესო. კარგი. ეს რაც არის, ამას არ შეიძლება. ის ხო იცი, პუტინთან იყავი თუ არ მოსწონს. მე, აბა? მე ეს კიდევ კავშირი რატო? იმიტომ რომ საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობები მოგვეწესა. გასაგებია, რა ურთიერთობები მაშინ ეხლა რუსეთი შემოვიდა, ხალხი და მოახდინა ჩვენ ტერიტორიებს, დახოცა უამრავი ქართველი, პრაქტიკულად ყავდა მეც და ძალიან ბევრი რაღაცას და ამის შემდეგ გადაწყვიტე შენ თვითონ რუსულ-ქართულ ურთიერთობის მონადირე ესე ერთთან ჩასვლა და თავის მოხდა, ხო ეს? თავის მოხდა არასად არ გადამწყვეტია. აბა რა გაკეთე, პუტინს ეკაჩავე, ებლატავე, მოუწოდე რომ საქართველო არ დაეპყრო, გაამუნათე, ეკაჩავე და ებლატავე. მე არ ვეკაჩა, მე ვიცოდი საქართველოს ინტერესებს და შენი ხანა ბავშვობამდე, შენი ისტორია ნაცისტი. აი ეს
ამაზე ვილაპარაკე. ან გაჩერდებით ან დაგამოვიდეს დაბას და დასრულდება ამითაც არ გავაკეთებ პარაზიტს. იყვები გეცნიამოება, გვარეცნიამოება, პროკურატურა დასახარეს ეს მერე შეაფასებს თქვენ რა, რაც მოხდა და რაც არ მოხდა. დანარჩენი პოლიტიკური განცხადებების შექმნას გააჩნდათ გარე ტელევიზიაზე. გასაგებია ყველაფერი, რასაც გასაგებია, გასულობელია, ერთი არის მოტივე, რუსეთის აგენტი, მეორე არის ფარცხალაძე, ვის დაწერა ეს საგვალდო უჩვენება და მესამე არის ივანიშვილი და მისი წარმომადგენელი ეგრეთ წოდებული საკამათო, რომელიც ატარებს საფრთხეს. და ეს არის ყველაფერი რაც ხდება. დღეს არის ნახელი, ეს არის რუსეთის პუტინის მიერ მოწყობილი ვითომ საკამათო, ჩემს გასაჩვენებლად გასალაგურებულს. ვერ ეხსებია. ძალიან მასივია. აი ეს რუსია გეკეთებს მოწესწრებს და მეორე რუსის დაწერილია ჩვენი საბრალდებოდა და მესამე რუსები მასამართლებლად პროფესორ ივანიშვილი. ეს არის ეს ისტორია რასაც ხდება. ხო ყველასათვის დღესავით ნათელია. მე მიხარია რომ ჟურნალისტები არიან ჩვენი საყვარელი განმარტების ხმები და იმედია ეს კარგად გასწრება საზოგადო უნდა იცოდეს ამის შესახებ. ყველა დიდი მადლობა რომ მოგდანეთ ძალიან და მოგესალმებით. ყველას